მეგობრებო, ახლა უნდა დავაკეროთ თავზე პარკი ჩვენ თოჯინას და რამინდა გითხრათ. ისე ეს თმები მაღლა უწვეთ, მაღლიდან მოგსურთ თმები, რომ არ შეგიშალოთ დაბლა შეკერვაში. გაასწორით როგორ თმები, ჩოლკა, აი ესე წარბებზე უნდა იყოს. და კინძის თავებით აი ესე დაამაგრეთ, რომ გაგიადვილდეთ გაკერვა. აი ესე. მოდი ახლა გავკეროთ აბა. თურთულია ესე. აი ესე. ყველა იმასთან ცოტა რთული ერთს განახეთ როგორ გაკეროთ და სამჩნევ თქვენ თვითონ გაკერეთ. მოდი კამერას ცოტა ავწევ. აი ასე, აი ესე ჯობია. აქ ჩავუყარეთ აი ამ ადგილას, ღიებიც არის, თვითონაც მიხვდებით. გამოვყაროთ მეორე ადგილზე. აი ასე. წინიდან ავიღოთ, უკანა აი ესე ამოვიდა. თქვენი რომ კარგად ჩანს, როგორ კერა, მგონი კარგად ჩანს. აი ასე. აი ასე. ნაჭროტები ჩანს კიდევ სადაც უნდა ამოვუყაროთ. ძალიან რთულია ესე გაკერვა. აი ასე შევუყაროთ. აი ასე. ნელ-ნელა წინა მხარეს გადავდივართ. საერთოდ ესეთი თმების მოგსოვა უფრო ადვილი და დაკერება, თვითონ ღერით ძაფის დამაგრება კარგად დრო უნდა თან. დაჭრა ზომებად ყველაფერი თვითონ მაშინ უჯრაში უნდა ჩასვა. ძალიან რთულია და რთულიც არ არის, მაგრამ ძალიან დიდი დრო უნდა მეგობრებო. ესე უფრო ადვილია თმების ქსოვა. მოდით ბოლომდე თქვენ ჩაათავეთ ახლა მეგობრებო. ეს ყოლის დასაწყისიდან კინძის თავებით აი ესე დაამაგრეთ ჩვენი თმა. ეს დაბლით აქ თმა და გავკეროთ ახლა. მოგხსნათ ეს კინძის თავი, დავამაგროთ ძაფი. ნასკვიც გავაკეთოთ მეგობრებო, პატარა ნასკვი. ძალიან არ გამოვკაჭოთ, რომ არ შეეტყოს. აი ასე. ერთ თვალს ვაგდებთ, მესამე მაშინ რა თვალს კი არა, ნაქსოს ვაგდებთ, მესამე ნაქსოში უღრით. აი ასე. მესამედან უკან ბრუნდებით და მეორე, როგორც მაღლა გავკერეთ, მეორეში უყრით. მეორედან გავდივართ
მეოთხეში უყრეთ. აი ასე. უკან ბრუნდებით, ერთ ნაწნავს ვახტებით, მესამეში უყრეთ. უკან ბრუნდებით, ამ ცარიერ ნაწნავში უყრით, მესამე ნაწნავში ამოვდივართ. მგონი ადვილად ხსნი, ხო? უკან ბრუნდები, უკან უყრი, ახალ ნაწნავში ამოვდივარ. უკაცრავად. ახალ ნაწნავში ამოვდივარ. მეგობრებო, თუ მოგწონთ ჩემი ნაშრომი, ჩემი ახსნა, თუ რამე არ მოგწონთ, შეგიძლიათ ეგეც მომწეროთ. აქ იხსნით, დაძვრებით ყველაფერს ვთხოვთ. მოიწონოთ ჩემი გვერდი, გამოიწეროთ. შეგიძლიათ ჩემი თოჯინები დაათვალიეროთ Facebook გვერდზე, ნინო Handmade-ზე. უკან ამოვდივართ. უკან დაბრუნებით, ვკერავთ მეგობრებო. ამ ახალში გავყაროთ. ასე, ბოლომდე ასე ჩავიდეთ. გავკერეთ მეგობრებო. ეს ჯორკა ცოტა ნერთბილი, მაშით შეგიძლიათ გავუსწოროთ, რომ სწორად იყოს. ესე გავკერეთ. ახლა გავხსნათ მაღლად მე ჩვენ ამას გოგონას. აი ასე. კუთიც უნდა დავაფაროთ ბერეტი. ისე ლამაზად გავუკეთოთ. მე შეხედეთ რა ლამაზი გოგო გამოვიდა ჩვენი ბერნი. მოდი ახლა გავუკეთოთ მაკიაჟი, ცოტა ფერზე მოვიყვანოთ ჩვენი გოგონა. ნორმალური წენებით, პასტელის ფანქრები, რომ არის სველი ფანქრები, მაგდაც შეგიძლიათ ესეთი წენებს ხმარობ, მაგრამ უნჯი ეგრევე ჩაწობილზე არ იმასახავს. ქაღალდი აიღეთ, ესე ქაღალდი აიღეთ, თორემ ძალიან ბევრი დაედება და არ ეცლება, ხოლო მე ადვილად და ძალიან ძნელია. აი ასე. მგონი კარგად ჩანს. ჯერ ქაღალდზე გადმოვყაროთ ასე. დავბერდღოთ. ესე თვალებზე ძალიან პატარა გავუკეთოთ ტენი. აი ასე. ცოტა ცხვირშიც ესე გავუსვათ. ახლა ლოყებზე. ესე. ლამაზი ლოყები გავუკეთოთ ჩვენ გოგონას. ასე ლამაზი ლოყები გავუკეთოთ. აი ასე. აბა როგორ ლამაზი გოგო გამოგვევიდა. კიდევ ეს კიდევ მუხლის აი ამ ადგილებზე წავუსვათ ცოტა. აი ასე.
ჩვენი ბერდი გოგო. გავუსწოროთ რომელზეც მაშით. მევი კუდი დავრჩა დასაცმელი. თოჯინის ხსოვა ბოლოში ჩავედით და საცმელი დაგვჭა მარტო. მეგობრებო, ეხლა გადავიდეთ თმების ქსოვაზე, პარიკის გაკეთებაზე. გავაკეთოთ წრე, ჩავამაგროთ თვალი და 6 თვალი ამოვქსოვოთ. 1 2 3 4 5 და 6. გავაკეთოთ წრე. და შევუყაროთ პირველ თვალში. პირველ თვალში შევუყაროთ და ერთი თვალი ამოვაქსოვოთ. შემდეგ მეორე თვალში. ერთ თვალში 2 თვალი ამოვაქსოვოთ. ყველა ერთ თვალში 2 თვალი ამოვაქსოვოთ. სულ 12 თვალი უნდა გამოვიდეს. 4 5 6 7 10 11 და 12. ესეც 12 თვალი ამოვხსოვეთ. ახლა ერთი თვალი მესამე რიგზე გადავდივართ, მარკერით მოვნიშნოთ. ერთი თვალი უნდა მოვხსოვოთ, ხოლო მეორე თვალში ნამატით უნდა მოვხსოვოთ. 2 თვალი, ერთ თვალში 2 თვალი. ერთი თვალი მოვხსოვოთ, ხოლო მეორე თვალში 2 თვალი. ეს პროცედურა 6 ჯერ გავიმეოროთ, ანუ ერთ თვალს ვხსოვთ, მეორე თვალში 2 ერთად. გადავდივართ მეოთხე რიგზე. ახლა უნდა მოვხსოვოთ 1 2 თვალი, ხოლო მესამე თვალში 2 ერთად. ში 2 ერთად. ისევ 2 თვალი მოვხსოვოთ. მესამე თვალში 2 ერთად. ასე ბოლომდე 6 ჯერ გავიმეოროთ, 2 თვალი მოვხსოვოთ, მესამე თვალში გადავდივართ მეხუთე რიგზე. მეხუთე რიგზე ფლო უნდა მოვხსოვოთ. ასე იგი, ბლო უნდა მოვხსოვოთ, უბრალოდ უკანა თვლები უნდა მოვხსოვოთ. უკანა თვლებზე უნდა მოვხსოვოთ 3 თვალი. 1 აი მეგობრებო, ესე უკანა თვალი. თვალში ხო არის 2 ხარებთა 1 2. უკანიდან უნდა ამოვიღოთ თვლები. 3 თვალი და 1 ნამატი. სულ ყველა ფერს ვხსოვოთ უკანა რიგზე. კიდევ მოვხსოვოთ 3 რიგი, 3 თვალი, 1 2 3 და მეოთხე თვალში 2 ერთად. ეს უნდა გავიმეოროთ 6 ჯერ. ჩავიდეთ რიგის ბოლომდე და შევხვდეთ ისევ. გავაგრძელოთ ჩვენი ქსოვა.
ახლა ვართ მე-6 რიგზე. მეგობრებო, თუ მოგწონთ ჩვენი ნამუშევარი, ჩვენი მოგზოვილები და კიდევ უფრო მეტი რომ ნახოთ და შეისწავლოთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ. შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ნამუშევრები Facebook-ზე, Nino Handmade-ზე და Instagram-ზე niniko1003. ახლა გავაგრძელოთ ჩვენი ქსოვა. მე-6 რიგზე ვართ. 4 თვალი ჩვეულებრივად, ბლოს აღარ ვქსოთ, ჩვეულებრივად ორივე ფრთაში უყრით. 4 თვალს ვქსოთ. 1 2 3 4 5 და 6. მე-5 თვალში 2 ერთად. 1 2 3 4 მე-5 თვალში 2 ერთად. ეს უნდა გავიმეოროთ 6 ჯერ სულ. 4 თვალი მოგზაუროთ 2 ერთად, სულ უნდა გამოგვივიდეს 36 თვალი. გადავიდეთ მე-7 რიგზე. მე-7 რიგზე 5 თვალს ვქსოთ. 1 2 3 4 და 5. მე-6 თვალში 2 ერთად. 1 2. ერთხელაც მოგხსოვოთ. 5 თვალი მოგხსოვოთ. 1 2 3 4. მეგობრებო, მოვჩით გულის მოგზოვა თმის გულისა. თავარი ეხლა ღეროები უნდა გავაკეთოთ, აი ასე იქნება. ღეროების გაკეთება უნდა დავიწყოთ. მოგზოვოთ 51 ცალი. 51 ცალი ჯაჭვი, ზინჯირი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 51 ჯაჭვი უნდა მოგხსოვოთ. აი ასე. ეხლა თითო თვალში უნდა მოგხსოვოთ 1 ცალი, ჯაჭვში 1 ცალი ის მოკლე ტრაბზანი. მოკლე ტრაბზანი როგორ გხსოვება? 1-2 თვალი და მე-3 თვალში უნდა ჩავაჯოთ. გავაკეთოთ ნამატი და მე-3 თვალი და დავიწყოთ. აი ასე. და 3-ვე თვალს ერთად გამოვხსოვთ. გავაკეთოთ ისევ ნამატი. შემდეგ თვალში შევიდეთ. გამოგვივიდა ისევ 3. 3-ვე ისევ ერთად. გავაკეთოთ ნამატი. შემდეგ თვალში გადავიდეთ. გამოგვივიდა 3 თვალი, 3-ვე ერთად.
მოგხსოვოთ ნამატი. გადავიდეთ შემდეგ თვალში. გამოგვივიდა 3, 3-ვე ერთად. ასე ბოლომდე უნდა ჩახმოხვიდეთ. ბოლოს რომ ჩამოხვალთ, გავაგრძელოთ მოგხსოვა. ჩამოვედით ბოლომდე, მეგობრებო, მეტი წილი ესე წინა მხრიდანვე ამაგრებს ამ მას. მაგრამ ამ თოჯინის მოგხსოვისას უკანა მხრიდან, ესე შიგნიდან უკანა მხრიდან უნდა შემოვატრიალოთ. ერთი თვალი გამოვტოვოთ და მეორე თვალში ერთი თვალი ამოვოთ, ესე გამოგხსოვოთ. კიდევ უნდა მოგხსოვოთ 51 ჯაჭვი. 3, 4, 5, 6, 7, 8, მოგხსოვოთ 51 ჯაჭვი. 51 ჯაჭვი მოგხსოვეთ, მესამე თვალიდან ვიწყებთ. ვაკეთებთ ისევ ნამატს, გაჩვენებთ ისევ თავიდან, ვაკეთებთ ისევ ნამატს. 3 თვალი ერთად. ნამატი შემდეგ თვალში. გაგვიხდა ისევ 3 თვალი, 3 თვალი ერთად. ნამატი შემდეგ თვალში ვუყრით. 3 თვალი გაგვიხდა, 3-ვე თვალი ერთად. ნამატი შემდეგ თვალში ვუყრით. 3-ვე თვალი ერთად. და ბოლომდე ასე ჩავედეთ. ბოლოში რო ჩავალთ, ისე დაგებრუნდეთ. მოვედით მეგობრებო ბოლოში, ისევ შიგნიდან მხრიდან, ყველას ასე შიგნიდან მხრიდან ჩავედეთ. ერთ თვალს გამოვაკლებთ, აი ამ თვალს გამოვაკლებთ და მეორე თვალში, აი ასე გამოვიღეთ თვალი, ხო? ამ თვალსაც ესევე ამოვუყრით. გაცურვის მეთოდი ქვია მგონი მაგას. და ისევ 51 ჯაჭვი უნდა მოგხსოვოთ. ასეც 51 თვლიან ჯაჭვს 16 ცალს მოგხსოვთ. 16 ცალს რომ მოგხსოვთ, შემდეგ დაგებრუნდებით. არ დაგავიწყდეთ, ერთ თვალს გამოვტოვებთ, მეორე თვალში ჩავამაგრებთ. მეექვსე თვალში 2 ერთად. ეს სულ 6 ჯერ უნდა გავიმეოროთ. ბოლოში სულ 42 თვალი უნდა გამოგვივიდეს. გადავიდეთ მერვე რიგზე. მერვე რიგზე 6 თვალი უნდა მოვხსოვოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6. მეშვიდე თვალში 2 თვალი ერთად უნდა მოვხსოვოთ. ერთხელაც გავაკეთოთ. 1, 2, 3, 4, 4, 5, 6, მეშვიდე თვალში 2 ერთად. ეს პროცედურა 6 ჯერ გავიმეოროთ, სულ ბოლოში 48 თვალი უნდა გამოგვივიდეს. 6 ჯერ გავიმეოროთ. ასე იგი, მეგობრებო, მოგხსოვეთ 16 ღერი, 51 ჯაჭვი. მოკლე ტრაბზანით მოგხსოვეთ თმები. აი ასე უნდა გავუკეთოთ ჩვენ ამას თოჯინას. აი ასე. და ახლა უნდა გავუკეთოთ ფჩოლკა წინ. ისევ შიგნით მხრიდან ვხსოვთ. და უნდა მოვხსოვოთ 11 ჯაჭვი. 1,
ესე იგი, მეგობრებო, მოგხსოვეთ 16 თმას ღერი, 50-51 ჯაჭვი მოგხსოვეთ. ახლა უნდა მოგხსოვოთ ჩოლკა, ჩვენი ლამაზი გოგოსთვის. უნდა ავიღოთ, ისევ შიგნით მხრიდან ვგსოვთ. უნდა ავიღოთ 11 ჯაჭვი. ერთი უკვე გავაკეთე, 2 3 4 5 6 7 8 9 10 და 11. 11 ჯაჭვი გავაკეთეთ. გავაკეთოთ ისევ ნამატი და მესამე თვალზე ჩაუყაროთ. ამოვიღოთ მესამე თვალი და 3 ერთად. ისევ ნამატს ვაკეთებთ, ერთი უკვე გავაკეთეთ. ისევ ნამატს ვაკეთებთ. 2 3 თვალი ამოვიღეთ და 3-ვე ერთად. მესამე თვალში უყრით, ვაკეთებთ ნამატს, მესამე თვალში უყრით. ასე, გამოგვივიდა 3 თვალი, 3 თვალი ერთად, უკვე მესამე თვალი გავაკეთეთ. მეოთხეს ვაკეთებთ. მეხუთეს ვაკეთებთ. მეექვსეს ვაკეთებთ. მეშვიდეს და მერვე. ესეც ერთი თვალი გამოვაკლოთ, მეორე თვალში აი ესე გამოვაცუროთ. ისევ 11 თვალი გავაკეთოთ. 2 3 4 5 6 7 8 9 10 და 11. ნამატს ვაკეთებთ და მესამე თვალში უყრით. 1 2 3 4 5 6 7 8 9. ისევ ერთი თვალი გამოვაკლოთ და მეორე თვალში ჩაუყაროთ. აი ასე. ისევ 11, სულ მეგობრებო, ეს 11 ჯაჭვიანი უნდა გავაკეთოთ 8 ცალი. მოგხსოვოთ 8 ცალი და დაგიბრუნდებით. მეგობრებო, შევამჩნიე, რომ ერთი ვიდეო წამშლია, ეს მაღლათმების გაკეთება. მაღლა თავს რო გსოვდით, თავს ბლოგ გავაკეთეთ. ზეიდან დარჩა თვლები, გლოს თვლები. ამ თვლებში უნდა ამოვაქსოვოთ 61 ჯაჭვი და ზეიდან მოგხსოვოთ მოკლე ტრაბზანი, როგორც აქ იგივე 61 ჯაჭვი და უნდა მოგხსოვოთ 12 ცალი. 12 ცალი ასეთი უნდა მოგხსოვოთ.